მეჯიდე რას მეჯიდე ბუჯო რას მეჯიდე ვიზა ხაცარაჯა შემობალდი პრობლემა არის ვინასთან გვინდა რომ ვიღაცამ ყურადღება მოაქციოს ამ ხალხს ერთი ადამიანი ნუწყვეტს 3000 კაცის ბედს ეხა წაწერილია 3000 კაცის ხელმოწერილი ერთი ადამიანი ნუწყვეტს 3000 კაცის ბედს ეს შეხედოს და გააშუქეთ ყველგან თელმა მსოფლიო ნახო აი ასეთი მდგომარეობა იყო ქუთაისში ნიკიას 44-ასთან. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზის გადაკეთვა სცადა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. პროტესტის მიზეზი იმ ტერიტორიის გასხვისება გახდა, რომელსაც როგორც ადგილობრივები განმარტავენ ფეხით სავალ ნაწილად იყენებენ. ახლა კი აქ სასტუმროს აშენება უნდათ აცხადებს მოსახლეობა. ნალესის ქვეშ გავლარჯე 10 მეტრო მიტომიცა სავალი საწყალმა კომუნისტებმა რა გზა აქ უნდა იყოს იქ გზავრობა მაშინ კასკები დაგვირიგდა ვივლით ჩვენ მითი რა ქვია გზას ვიგატავენ და გვიშვებენ აქ ბინასთან ახლოს რომელიც აკრძალულია არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ბინის ქვეშ გავლა 5 სართულიანი სასტუმროაო როგორც უკვე თქვეს და არ ვიცი ხარ რაღაცას ამბობენ აბნევენ მოსახლეობას ზუსტად არ ამბობენ რასაკეთებენ და რასაც არ უნდა აკეთებდეს გზის აქანა ამოკეტვა არ არის სწორი მოუჭრი გზას ვიყიდი გზას და მოგიჭრის სკვერს და აქეთ გაიკეთებ გზას ეს ვინ ეკითხება რას ქვია მომიჭრის სკვერს და რას ქვია აქეთ გამიკეთებს გზას გზაც მჭირდება და სკვერიც მჭირდება გაყიდონ რაც გასაყიდია და გზებს და იმგეს სკვერებს თავი დაანებოთ ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება გაყიდა ეს მიწა საიდან გაყიდენ როგორ გაყიდენ ხო უნდა ყოფილიყო მეზობლების თანხმობა რომ ეს მიწა იყიდებოდა ბინას ხო უნდა მიეცა უფლება შენდება 5 სართულიანი სასტუმრო და სასტუმრო რა თქვინდა აგერ ოჯახები გვაქვს რა ვიცი როგორ რას გვიშვება ეს მთავრობა არ ვიცი ყველა საკუთარ ჯიბეს იზრდის გოგი მაგერ ჩალაროდე იხურა ერთ დღეს ხო უყურებ და ჩალითა დახურულიო ქვეყანა აბა რა არის ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მილის მიწაში ჩადების სამუშაოებია დაწყებული. შედეგად ადგილზე სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამუშაოების გაგრძელების საშუალება მათ მოსახლეობამ არ მისცა. კი ბატონო დებართვას პროექტი არ შემოსულა არანაირ დებართვა გაცემოდი ამიტომ ხო მე გეუბნებით ქალაქის მერმაც მეც გეუბნებით ხო შეთანხმების გარეშე ერთი აღული არ დაიწერა მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ადგილზე მივიდნენ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები და ნიკეის მაჟორიტარ დეპუტატი თქვენი თანხმობის გარეშე აქ არაფერი აშენდება განაცხადეს მათ რაღაცნაირად ისე მოდაშალია ეს ჩემია ზუსტადაც გავყიდი ბოდიში მაგრამ ეს სიტყვები მე მგონი უკანონოა ბაბუამისგან ანდერძით არავის დაუტოვებია და მერი არის ხალხის სამსახურში ხალხს უნდა კითხოს ეს სავალი გზა არის თუ არა გაყიდვაში ფეხით სავალი გზა დარჩება მოწესრიგებული და გარემონტებული და იმაზე კარგ მდგომარეობაში რომელსაც ეხლა თქვენ უყურებთ და ახლა რაც არის უფრო ბევრად კარგ მდგომარეობაში იქნება რაც შეეხება სიტუაციას რომ გაყიდვის უფლება და მზევინარის სიტუაციას მე მაგაზე პირადად განყოფილების უფლესი არის მზევინარი მე პირადად მაგას პასუხს ვაგებია იმ თემაზე რომ მოქალაქეებს ესეთი უხეში პასუხი გაცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ტერიტორია ახალმა მეპატრონემ 2018 წლის ივლისში დაერეგისტრირა და ის ირმა მამრიკიშვილს ეკუთვნის 267 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე ჯერ მშენებლობის ნებართვა გაცემული არაა თუმცა ფაქტი ერთია მეპატრონემ ტერიტორია მისი გამოყენების მიზნით შეიძინა თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შეასრულებს თუ არა მერია მოსახლეობისათვის მიცემულ პირობას ამას ჩვენ თვალყურს აუცილებლად მივადევნებთ თამარ ქავთარაძე და აჩიკო გაბრიჭიძე ტელეკომპანია მეგა ტივისათვის ხალხი რესტორანში რო იქეიფებთ სასტუმროში ხო უნდა გადმოვიდნენ ტივილი ჭუბი რა აბა და რა ბაღანა მაქედანის დავლა კიდე აბა საერთოდ მე მაგას ვიღადებ საქმე